გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინა. ტრადიციულად დაგიბრუნდით ერთი კვირის შემდეგ ახალი თემით. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება არასასურველი თმის მოშორება. როგორც წესი, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმართავ ლაზერულ ეპილაციას, თუმცა ზაფხულში ეს რეკომენდებული არ არის, რადგან მზის თმის შედეგად შეიძლება გაჩნდეს ლაქები. ამიტომ ყველაზე მარტივი და ამასთანავე ხელმისაწვდომი ალტერნატივა არის ცვილი. ეს არის ეს სხეულის ცვილი, რომელიც შეგვიძლია ტანზე ნებისმიერ ადგილას გამოიყენოთ. შეფუთვაში არის 6 ცალი წყვილი ქაღალდი, რომელიც თითოეული იყოფა ორ ნაწილად. მის მოხმარების წესი არის ძალიან მარტივი, უნდა გაათბოთ, შეგვიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ სანთელიც და შემდეგ განაცალკევოთ ფუცლები ერთმანეთისგან. საკმაოდ ეკონომიურია, რადგან ერთი წყვილი ქაღალდი საკმარისია ერთი ხელისთვის. ასევე შეგვიძლიათ თითოეული გამოიყენოთ რამოდენიმეჯერ. დაიკარით სასურველ ადგილას. გაიჩერეთ რამოდენიმე წამი. და შემდეგ სწრაფი მოძრაობით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით აიძრეთ. ერთი ქაღალდი შეგვიძლიათ რამოდენიმეჯერ გამოიყენოთ. ასევე მოყვება ზეთოვანი ხელსახოცები, რომელიც დაგეხმარებათ სხეულიდან დარჩენილი ცვილის მოსაშორებლად. ეპილაციის შემდეგ ეცადეთ რამოდენიმე საათი სხეულზე წყალი არ მიიკაროთ. სიცოცხლეს ასევე აქვს ცვილების სახისთვის, რომელიც არის შედარებით პატარა და საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია, მაგალითად ზედა ტუჩისთვის. მისი გამოყენება შეიძლება ზუსტად იგივენაირად, როგორც სხეულის ცვილი, შეათბეთ და დაიტანეთ არასასურველი თმის მოსაშორებლად. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, იმედია ჩემი რჩევები გაგეხმარებათ და გაგიმარჯვებთ პროცესს. კითხვების შემთხვევაში აუცილებლად შემეხმიანეთ Facebook გვერდზე. მე გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით დროებით. Beyond bright lights.